როცა რამდენიმე თვის წინ პირველად მოვხდი ერგნეთში, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები იმართება, ცოტა უცნაურად ვიგრძენი თავი. წარმოიდგინეთ კარვიდან, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების პრობლემებზე მსჯელობენ, რამდენიმე ნაბიჯში ბეტონის კედლებს მიღმა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა. ეხლაც მახსოვს, როგორ მომინდა ბეტონის კედლების გარღვევა, როცა ერთად მოფრიალე რუსულ-ოსური დროშები დავინახე. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ერთადერთი რაც მე, როგორც ჟურნალისტ შემიძლია გავაკეთო, არის მოლაპარაკებებში ჩართული ადამიანებისთვის სწორი შეკითხვების დასმა და მათგან ამომწურავი პასუხების მიღება იმ საკითხებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ეს ის ადამიანებია საკუთარ თავზე რომ გამოსცადეს ომის საშინელება და არც ამის შემდეგ გაქვთ მოსვენება. ასეთი ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანია. ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში. თავარია ამ თემებს სიფრთხილით მივუდგეთ და არ ვეძებოთ სენსაცია. აქ ხომ თვითეული ადამიანის უსაფრთხოებაა მთავარი.